სალამი ჩემო მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დაგიბრუნდით მე და ფეხბურთის მე-6 ეპიზოდით, სადაც უნდა ვისაუბროთ განვლილი საკლუბო ჩემპიონატის ტოპ 5 ლიგაზე, კონკრეტულად ვინ გავარდნენ და ვინ ამოვიდნენ ქვედა დივიზიონებიდან. და დავიწყოთ გერმანიის ბუნდესლიგით. გერმანიის ბუნდესლიგიდან წელს გავარდნენ ჰაიდენჰაიმი, სანქტ-პაული და ვოლფსბურგი. გადმოვიდნენ შალკე, ელვერსბერგი და პადერბორნი. კონკრეტულად ვოლფსბურგზე მინდა რომ გავამახვილო ყურადღება, გამომდინარე იქიდან, რომ ვოლფსბურგმა თავის საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში გერმანიის ბუნდესლიგა დატოვა პირველად. აქამდე ამ კლუბს არასდროს არ დაუტოვებია გერმანიის ბუნდესლიგა და წელს მოხდა პირველად ვოლფსბურგის ისტორიაში, რომ მომავალ სეზონს გუნდი ითამაშებს გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში. ხოლო რაც შეეხება ვოლფსბურგს, ვოლფსბურგმა გერმანიის ბუნდესლიგა დაამთავრა ბოლოდან მესამე ადგილით და პლეი-ოფში წააგო პადერბორნთან 2 მატჩის ჯამში და ისე დაქვეითდნენ მეორე ბუნდესლიგაში. რაც შეეხება ინგლისის პრემიერლიგას, ინგლისის პრემიერლიგიდან წელს გავარდნენ ვულვზი, ბარნლი და ვესტ ჰემი და გადმოვიდნენ კოვენტრი, იფსვიჩი და ჰალ სიტი. რაც შეეხება კოვენტრს, კოვენტრიმ 25 წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა ინგლისის პრემიერლიგაში აღზევება. გუნდს ზედიზედ 25 წელი არ ჰქონდა პრემიერლიგა ნათამაშები და ყოფილი ფეხბურთელის, უნიჭიერესი ფეხბურთელის ფრენკ ლამპარდის ხელმძღვანელობით მოახერხა ამ ისტორიული ნიშნულის მიღწევა 21 საუკუნეში კოვენტრიმ. ისი წვლილიც მიუძღვის ფრენკ ლამპარდის. ხოლო რაც შეეხება საფრანგეთის ლიგა 1-ს, საფრანგეთის ლიგა 1-ში გავარდა 2 გუნდი და გადმოვიდა 2 გუნდი. საფრანგეთის ლიგა 1-დან გავარდნენ მეცი და ნანტი და გადმოვიდნენ ტრუა და ლემანი. ხოლო რაც შეეხება ნიცას, ნიცამ ბოლოდან მესამე ადგილი დაიკავა საფრანგეთის ლიგა 1-ში, რაც ნიშნავს პლეი-ოფის ზონას და 2 მატჩის ჯამში მათ მოუგეს საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბ სენტ-ეტიენს, სადაც ჩვენი ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი თამაშობს. და 2 მატჩის ჯამში ნიცამ შეძლო და შეინარჩუნა ლიგა 1-ში ადგილი. ეხლა რაც შეეხება იტალიის სერია A-ს. იტალიის სერია A-დან წელს გავარდნენ პიზა, ვერონა და კრემონეზე და გადმოვიდნენ ვენეცია, ფროსინონე და მონცა. რაც შეეხება ესპანეთის ლა ლიგას. ესპანეთის ლა ლიგადან წელს გავარდნენ რეალ ოვიედო, ჟირონა და მალიორკა და გადმოვიდნენ სანტანდერის რასინგი, დეპორტივო და მალაგა. რაც შეეხება ჟირონას, ჟირონამ წინა წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ითამაშა. ისეთი წარმატებული სეზონი ჰქონდა წინა წელს ჟირონას, რომ მათ შეძლეს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა და წელს აგერ დაქვეითდნენ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. რაც შეეხება ლაკორონის დეპორტივოს, ლაკორონის დეპორტივომ ზედიზედ 8 წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა ისევ ესპანეთის ლა ლიგაში აღზევება. ამ 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი იწვალა და იჯახირა, ესე რომ ვთქვათ, დეპორტივომ. დაჟე მესამე ლიგაც კი მოიარა. ეს ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონშიც კი იყო დეპორტივო გავარდნილი და მეორე მესამე ლიგის ამ ბრძოლის შემდგომ, როგორც იქნა, დეპორტივო მოიპოვა ლა ლიგის საგზური და რაც ფრიად სასიამოვნო არის ყველა ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, ისეთი სახელოვანი კლუბის ლა ლიგაში დაბრუნება, როგორც ლაკორონის დეპორტივოა. რაც შეეხება მალაგას, მალაგამ პლეი-ოფების საგზურით მოიპოვა ესპანეთის ლა ლიგის საგზური. მოკლედ სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო, ჩვენი პატარა შეჯამება ტოპ 5 ლიგაზე, ვინ გავარდნენ და ვინ დაწინაურდნენ ტოპ 5 ლიგიდან. ჩვენ კიდე შევხვდებით მომავალ ვიდეოში. აბა დროებით.